როცა მეგიდია სამიძეს კალაძის ბანერის დაზიანებისთვის 5 წლიანი პატიმრობით ემუქრება, დღეს დილით რეჟიმმა ოცნების 2 ზონდერი გაათავისუფლა. ქალების დამრბევი და ხელკეტიანი დაჯგუფები, ხელკეტიანი, გემახსოვრებათ ორივე. ისედაც მხოლოდ 2 ყავდათ დაკავებული სიმბოლურად რეჟიმს და ორივე სასჯელის გარეშე გამოუშვა კვლავ თავისუფლებაზე. მეგიდია სამიძე, როგორც გითხარით, უკვე სახლშია, თავისუფალია და რაც შეეხება იმ ორ მუძალადეს, ისინი არიან თავისუფლები, ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე. ამის შესახებ მედიას ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს გახდა ეს ცნობილი, როგორ მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გვაცნობა ეს ბრიფინგზე. ის ირწმუნება, რომ დაზარალებულმა აქტივისტებმა უწყებასთან არ ითანამშრომლებს. შესაბამისად, ძალადობრივ დანაშაულზე, რომელიც პირდაპირ ეთერში მოხდა, პოლიცია უბრალოდ აიგნორებს ამ დანაშაულს, ხუჭავს თვალს. აქციის დროს დაზარალებული ქეთი ალავერდაშვილი, რომელსაც ზაზა მამალაძე კამერის წინ სახეში ხელს ურტყამს, ეს ის ქალბატონია, ამბობს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა მომხდარის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა. თუმცა დგებუაძის მსგავსად ტკივილზე აქცენტი არ გაუკეთებია. ამასთან ქეთი ალავერდაშვილი არ არის ერთადერთი, ვიზეც მამალაძე პირდაპირ ეთერში ძალადობს, ამაზე აქვს აქცენტი თავად ქეთის. რაც შეეხება თვითონ ქეთის, ის ახლა ჩაგვერთვება ჩვენ პირდაპირ ეთერში და გვეტყვის მეტს. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები თქვა მან დღეს. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის და მინდა გთხოვოთ, გაუმეოროთ მაყურებელს ის პარალელი, რაც თქვენ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გქონდათ. მზია ამაღლობელი მაყურებელს რომ შევახსენოთ, ალიყურის გარტყმის გამო ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსისთვის 2 წლიან პატიმრობაში გაუშვეს, იმიტომ რომ დგებუაძემ თქვა, რომ მას ტკივილი აწუხებდა, ტკივილი განიცადა ამ ალიყურის შემდგომ და ყური გაუწითლდა და ლოყა თურმე. ამას ამტკიცებდა პოლიციის უფროსის ხდომებზე და ამის საფუძველზე გაუშვეს მზია 2 წლით. ჩვენ ნახეთ რა ძალით გირტყამთ თქვენ ზაზა მამალაძე, ოცნების ზონდერი, თქვენ რა უთხარით გამოძიებას? მოგესალმებით, მადლობა ისევ ყურადღებისთვის. გამოძიებას თავიდანვე ის უთხარი, რომ მე არ ვარ ამ შემთხვევის ეპიცენტრი და მთავარი ვთქვათ, გმირი. იმიტომ რომ ეს კაცი და სხვა მათ შორის სხვა ძალადეებით ჯგუფურად ვინც ძალადობდნენ ჩანან არაერთ კადრში, ანუ ლაივში უყურებდით, რასაკეთებდნენ ისინი და მე მინდოდა რომ ეს მასალები მოეგროვებინათ და ამ მასალებით დაეწყოთ მოკვლევა ზუსტად ჯგუფურ ძალადობაზე, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს 2 ადამიანი დააკავეს. თუმცა ნუ მათ ეს არ აწყობდათ, რა თქმა უნდა, მაშინ ბევრი უნდა დაეკავებინათ, იმიტომ რომ ბევრი ძალადობდა, არა მხოლოდ ეს საზა და ეს მეორე. ამიტომ მათ უფრო აქცენტი ჰქონდათ ჩემი გამოკითხვის განმავლობაში, რომ აი იქნებ ჩემ ტკივილზე გამოკეთებინა, მაინც აქცენტი იქნებ, მაინც წავსულიყავით მან მიმართულებით, რომ თუ დაიჭერდნენ ერთს, დაიჭერდნენ ამ კონკრეტულად ხელის გარდაქმნის გამო. სიბრალად მიურჩიდნენ, ალბათ ანგირავით გამოუშვებდნენ, არ მჯერა რომ დაიჭერდნენ ახლა დატოვებდნენ საპატიმროში უბრალოდ. თავიდან უნდათ იმ აქცენტის არიდება, რომ ჯგუფური ძალადობის კუთხით დაეწყოთ გამოძიება და ამიტომ ეს კონკრეტულ кейს ჩააჯინდნენ ესე და მე კიდე ტყუილ არ მინდოდა, მე დგებუაძესთან იმიტომ გავავლე საკუთარი თავის პარალელი, არ მინდა ვინმე მარასწორად გაიგოს, რომ თქვა, ვინც ტკივილს განიცდის, იმან უნდა მოითმინოს ეს ტკივილი, რადგან დგებუაძეს არ დაემსგავსოს და შემდეგ ანუ არ მინდა ცუდი ინტერპრეტაცია გაჩნდეს. უბრალოდ მე დგებუაძესთან იმ კუთხით გავავლე პარალელი, რომ მის მსგავსად არ მინდა მოვიტყუო და მოვიგონო, რომ ეს მტკივნეული იყო, მეტკინა და ამ სასამართლოებზე ვამტკიცო, რომ ეს ამიწითლდა, როცა ეს არ ყოფილა, რაღაცა ამეწვა, მეტკინა და აი ამ კუთხით კიდე ერთხელ გავიაზრე მე თვითონაც ის, რომ მზია ამაღლობელი რა უსამართლო ყავთ ციხეში. და რის გამო იტყუებოდა ეს დგებუაძე ამდენი ხნის განმავლობაში, ანუ რა აბსურდს გვაჯერებდა. მე ჯანზე ვარ, არაფერი მტკენია და არც ლოყა ამწითლებია, დგებუაძე კი არ ვარ, ეს დაწერეთ თქვენ. კი, თავიდანვე გამახსენდა რაღაცნაირად, თუმცა ისე არ დამიკავშირებია პარალელი, მე ქარდები გაავრცელეს მაგით და მე უფრო მივხვდი ამ ორ кейსს შორის კავშირს. ძალიან განვიცდი იმ ფაქტს, რომ ეს 2 ადამიანი გარეთ არის ისევ, გამოდიან უბრალოდ იმის გამო, რომ რაღაც სისტემისთვის რაღაც სიმბოლური სასჯელის მიღების მიზნით რაღაც ხვეწნა დამეწყო, რომელიც არ დადგებოდა ან არა, ამის გამო უბრალოდ ტყუილს ვერ ვიტყოდი, საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან არ ვიქნებოდი მართალი და დავემსგავსებოდი დგებუაძეს. ეს იყო ჩემი მთავარი აქცენტი.
თქვენ ამ დრომდე ამტკიცებთ კეთი, რომ ეს ხალხი ჯგუფური ორგანიზებული ძალადობის მონაწილე და ორგანიზატორია და ისინი უნდა სწორედ ამ მუხლით დაისაჯონ. კი, და ამას არ ჭირდება ვიღაცის ჩივილი კონკრეტულად. აქ გავიხსენოთ ის ფაქტი, ბექა გოცირიძის შემთხვევა, რომელიც დანით შემოვარდა აქციაზე და უარდა. მან ორმა ადამიანმა ერთმა ხელი მიკრა, მეორემ ფეხზე ფეხი მიარტყა ოდნავ, არაფერ ფიზიკურ ტკივილზე აქ საუბარი იყო, მაგრამ ის ორი ადამიანი აქციის მონაწილეები დაიჭირეს ჯგუფური ძალადობისთვის. ანუ მან ხო სრულ აბსურდზე ვაქ საუბარი და ანუ იქ შეუტრიალეს, პირიქით იყო ამბავი, გაანეიტრალეს ბექა გოცირიძე, მაგრამ ჯგუფურად აღძრეს საქმეს. მართალი ხარ, დეა? ამ შემთხვევაში იმის ჩივილი ხო არ დასჭირვებიათ რომ გაეკეთებინათ და იმის წუწუნი ბექა გოცირიძეს დაინახეს და უბრალოდ გამოიყენეს ის რომ დაეჭირათ ორი აქტივისტი კიდე. და პარალელი ჩვენ რაც ვნახეთ კალაძის შტაბის წინ ეს ნამდვილად იყო ორგანიზებული ძალადობა. კი, ნამდვილად შუქი ჰქონდათ ანთებული, რომ რაც უნდათ ის გაეკეთებინათ. დაგდებულისთვის ერთხელ ექნიათ ჯებირები, ექნიათ ხელები, ფეხები, სიტყვიერ შეურაცხყოფებზე საუბარი აღარ არის და რაღაცები ესროლათ. და თქვენ გქონდათ ვიდეოებიც გადაღებული, თავადაც გაქვთ და ამბობთ, რომ თუ გამოძიება თავად არ დაიწყებს ამას, თავად არ მოგმართავთ ამ ვიდეოების გადაცემის მოთხოვნით, თქვენ თვითონაც გამოიჩენთ ინიციატივას რამდენიმე დღეში. კი, შესაძლებელია, უბრალოდ არ ვიცი, რამდენად იქნება ამის. ახლა მან ეძებენ კონკრეტულ დაზარალებულს, ვინც ეს რაღაცა განიცადა, კონკრეტული რაღაცა ტრავმა მიიღო, რაღაც დაზარალდა ერთი არა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, რომ მოუნდეთ თვითონ დაწყება ამის. უნდა დაიბანონ ყველა, ვინც ვიდეოში ჩანს, ვის ინდიფიცირება ხდება. არ უნდა დაელოდონ ვინმეს, რომ ამ მასალებს მიიტანს. მედიაში ტრია. მარტო ჩემი საიდუმლო კადრები კი არ მაქვს, მედიაში რაც ტრია. იმის მიტანა მას ვაპირებდი და იმის ჩვენებას. მესმის კეთი და აი რომ შეაფასოთ დღეს მეგი კი გაათავისუფლეს დიასამიძე, ოღონდ გაათავისუფლეს დროებით მაყურებელს რომ ეს მოდეს, ეს არის გადაწყვეტილებამდე ის იქნებოდა პატიმრობაში თუ გარეთ. პროკურატურა მოითხოვა რომ იყოს გარეთ, ოღონდ ამისთვის 2000 ლარი გადაიხადოს, ოღონდ ეს არ არის საბოლოო სასჯელი, მას კვლავ ემუქრება 5 წლით პატიმრობა კალაძის ბანერის დაზიანებისთვის. ფიქრობთ თუ არა რომ მეგი ზუსტად იმიტომ გამოუშვეს დღეს რომ გადაეფარათ აი ამ ორი მოძალადის გამოშვება გარეთ. შესაძლოა რაღაცა თუ არსებობს საერთოდ მათქმედებაში რამე ლოგიკა, შესაძლოა მან რაღაც ლოგიკა ვიპოვოთ, კი ბატონო. და მეგი დიასამიძის დაკავება საერთოდ არაფერ შეჯდება და არა ნივთის დაზიანებაზეა საუბარი, როცა 5 წუთში წაშალეს ის წარწერა, არც ამოუკაცრავს ადამიანს ის ბანერი, არც რაღაცა ისეთი საღებავი მიუსხავს, რაც ვერ შორდება. კაი და უშუალოდ ეგეთ დეტალებს რო ჩაუყვეთ რა, რომ ისეთი ზარალი მიიღო ამ ბანერის დაზიანებით სახელმწიფომ, რომ ეს უდრის ამხელად. არაფერი ზიანი არ ყოფილა, ანუ რაღაცა მიაწერა ადამიანმა, სიმართლე მიაწერა, რუსული ოცნება, ეს რუსული ოცნება ეგრევე წაიშალა. რა ზიანზე აქვს საუბარი? რაღაცა შეთითხნილ ამბებს ატრიალებენ დასაწყისიდანვე ამ ამბების და ახლაც იგივე გრძელდება ეს მათი ჟანრის კანონია. კი ბატონო, კეთი გადაგაფიქრებინებთ თუ არა თქვენ ესეთი ძალადობრივი მოპყრობა, მერე დაუსჯელობა ამ ხალხის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტზე გამოსვლას ყოველდღიურად, ხომ ეს არის მიზანი მეგის დაჭერისაც, იქ რაღაცა მცდელობისაც ამ ტიტუშკებისა და მოძალადის გავეშებული ხალხის გამოშვებისა თქვენ წინააღმდეგ. არა რა თქმა უნდა. პირიქით, ანუ ვერ ხვდები მე ეს კრიზისი როგორ უნდა მოგვარდეს ამ რეჟიმის შეცვლის გარეშე, ანუ ან ეს ჩვენი სულისკვეთება როგორ უნდა მოგვდეს, როცა ყოველდღიეთ მათი ბრალი, მათივე შემოქმედებაა ეს პროტესტი, ხო? ანუ მათივე გამოწვეული, ანუ ჩვენ ხوار ვიგონებთ რაღაცეებს და ზუსტად თავისივე ხელით თვითონვე დასრულდებიან, არა რაღაც ხელოვნურით გამოწვეულით, ხო? ამიტომ ამ რეჟიმის ქმედებების პასუხია ჩვენი პროტესტის და ეს იქამდე არ დასრულდება, სანამ ეს რეჟიმი არ შეიძლება და ჩვენ თუ რამე იდენტობა გვაქვს ქართველ ადამიანებს ისტორიიდან მოყოლებული არის ჩვენს გენეტიკურ კოდში, როგორც ახსენეს, ის ზის რომ მუდმივად ვიბრძვით, არ ჩერდებით არასდროს და ისეთი უბედურებები და ისეთი ბრძოლები გვაქვს გამოვლილი და გადატანილი, როგორღაც ერთ რუს ოლიგარქსაც დავამარცხებთ აუცილებლად და ამის შეჩერების საშიშროებას მე ვერ ვხედავ ამ საპროტესტო ტალღის. კი ბატონო და კიდევ ერთხელ თქვენ გაქვთ საშუალება მზია ამაღობილს შეეხმიანოთ
თქვენი შემთხვევა იყო მართლაც შესანიშნავი მაგალითი იმისა, ესე იგი როგორი პოლიციელები ყავს რეჟიმს, რომლებიც ალიყურის გარტყმაზე დადიან სასამართლო და ამტკიცებენ როგორ ეტკინათ და როგორ გაუწითლდათ ყური და როგორი აქტივისტი ქალები არიან კრიტიკული საზოგადოების მხარეს. ეს არის ძალიან კარგი პარალელი მზიას ჩემი სოლიდარობა ყოველ ჯერზე და მართლაც მისი ჩვენ ბოლოს დავუბრუნდებით მის სიახლეს გადაცემის ბოლოს. გისმენთ? ის ჩემთვის თავიდანვე გამორჩეული ფიგურა იყო, სიმბოლო, რომ აი თითქოს რეჟიმს რაიმე სახის რაც თქვი ჩემს პოსტში. აი მე მის ხალი თუ ქონდათ იმ სახის შენარჩუნებული და რაღაცნაირად კიდე ახერხებდნენ თამაშს ამ საზოგადოების მოტყუებას, მზიას შემთხვევა ამას მთლიანად სახე ჩამოახია ამ რეჟიმს მთლიანად და დაგვანახა კიდევ ერთხელ რეალურად რაც წარმოადგენენ. გებუაძე არის ერთი მხრივ რეჟიმის სახე, მეორე მხრივ ზია ამაღლობელი ამ პროტესტის და ბრძოლის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ახლა სწორედ მის მაიქცური მაცვია სილა რეჟიმს აწერია. და აი ყოველთვის ეს ადამიანი ჩემთვის იქნება გამორჩეული, რაც პოსტშიც თქვი და მგონია მზია ადამიანი, რომელზეც რაღაცა ლამაზ ამბებს დავწერთ, ოღონდ არაფრის შეცვლა არ დაგჭირდება და აი ლამაზ ზღაპრებს რო უყვებით ხოლმე პასუხს. აი ესეც წაუკითხავთ მზიაზე, როგორც რაღაც სუპერგმირზე, სისტემასთან მებრძოლ სუპერგმირზე და ძალიან მწუხვარ, რომ მზია ჯერ კიდევ არის საპატიმროში, ძალიან განვიცდი ამას და ის 2 და პლუს რამდენიმე ძალადე ჯერ კიდევ თავისუფლად დაიარება, თუმცა ამისთვის ვიბრძვით, რომ ეს შევცვალოთ და ჯერა რომ აუცილებლად გამოგვივა ყველას სამართლებრივი პასუხი მიეზღუება და ჩვენი უსამართლო დაპატიმრებული პატიმრები მალე გარეთ იქნებიან. კი ბატონო, დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ხართ ასეთი მამაცი და მადლობა მოკლედ აქტიურობისთვის. თქვენ უსმენდით ქეთი ალავერდაშვილს, სამოქალაქო აქტივისტს და რაც შეეხება მზიას, რეჟიმის პატიმარი, ჟურნალისტი ქალი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ანდრეი სახაროვის ადამიანის უფლებათა პრემიის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი. ინფორმაცია Civil-Gym გაავრცელა ბრიუსელიდან რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით. ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში. მას 1988 წლიდან გასცემენ და ის ენიჭება როგორც კერძო პირებს, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. და კიდევ ერთხელ მადლობა მზიას, თავისუფლება და სოლიდარობა მას.